1,400,000 ტურისტი ბოლო 7 თვეში საქართველოში უცხოელი ტურისტების რიცხვმა 3-ჯერ იმატა. ეგზოტიკური ბუნება, მთა და ზღვა ერთად ტურიზმის სააგენტოში ახალ მონაცემებს აქვეყნებენ. ამბობენ, რომ ტურისტების მომატება შეცვლილმა ინფრასტრუქტურამ და მსოფლიო მასშტაბის კულტურულმა ღონისძიებებმა განაპირობა. ინტერესი საგრძნობოდ გაიზარდა სამთო კურორტების მიმართ. სასტუმროთა დიდი ნაწილი, როგორც აღმოჩნდა, მომდევნო თვეებშიც კი დაჯავშნილია. რა იზიდავთ ყველაზე მეტად ტურისტებს საქართველოში? ლიკა ბერაია მოგიყვებათ. We want to go to Kazbegi, to go to Kazbek mountain, and also here in Svanetia. საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 1,9 მილიონს მიუახლოვდა. უცხოელებს როგორც ზღვაზე, ასევე მთაში დასვენება აინტერესებთ. ევროპიდან და აზიიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოს იშვიათი და განსხვავებული ბუნების დათვალიერება ხიბლავთ. ძირითადად სვანეთს და ყაზბეგს სტუმრობენ. ეცნობიან მთის ტრადიციულ ცხოვრებას, ულამაზეს პეიზაჟებს და შუა საუკუნეების ქვითნაშენ უძველეს კოშკებს. У нас гор совсем нет. ჩვენ ლიტვიდან ჩამოვედით, მთები საერთოდ არ გვაქვს და სიამოვნებით ვნახეთ ეს სილამაზე. ასევე გავსინჯავთ ქართულ ღვინოს, კერძებს. ამ ყველაფრის სანახავად ჩამოვედით საქართველოში. На восток, где винный регион, да? Today Batumi. ორი დღე ბათუმში ვიყავი და ძალიან მომეწონა. ახლა მთაში ვაპირებ წასვლას. ვიცი რომ იქ არაჩვეულებრივია. Cathedral. ჩვენ წავალთ ყაზბეგში და სვანეთში, იქნებ კახეთშიც მოვასწროთ ჩასვლა. And maybe Kakheti as well. We have mountains, but they're very different. კანადიდან ვართ და გვიყვარს მთები. მთები ჩვენთანაც არის, მაგრამ აქ ძალიან განსხვავებულია. ავსტრიაშიც ყოფილ ვარ, მაგრამ თქვენი მთები განსაკუთრებულია. ბოლო 7 თვის მონაცემებით საქართველოში 1,454,299 ტურისტი იმყოფებოდა. წლევანდელი ტურისტული წელი კი იმით არის გამორჩეული, რომ დაცული ტერიტორიების და მაღალმთიანი კურორტების დათვალიერების მსურველი უცხოელი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე შიდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 46%-ით, 61%-ით გაიზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა და წლევანდელი წელი არის გამორჩეული იმით, რომ საგრძნობლად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა მაღალმთიან კურორტებზე და მაღალმთიან ადგილებში. ეს არის სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი, ყაზბეგი და სხვა კურორტები. სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ზღვისპირა კურორტებზე სასტუმროები აგვისტოს-სექტემბრის თვეში მთლიანად დაჯავშნულია. ბათუმში ჩასულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა უამრავი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება და გასართობი ადგილების ფართო არჩევანი ელოდებათ. ტურისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ გართობა რესტორნებსა და დისკოტეკებზე, კაზინოებში, ზღვისპირა პარკში და ბოტანიკურ ბაღში. მოსახლეობით ძალიან ყოფილები არიან. ჯავშნები გვაქვს როგორც აგვისტოს, ასევე სექტემბრის თვეზეც და ისეთივე აქტიურია როგორც აგვისტო. წინა წლებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 45%-ით არის გაზრდილი. საქართველოში ტურისტების რაოდენობა მეზობელი ქვეყნების გარდა შორეული ბაზრებიდანაც გაიზარდა. გაორმაგდა ვიზიტორების რაოდენობა ირანიდან და ყაზახეთიდან. ბევრი ტურისტია ევროპიდანაც. ჩვენი ზღვა ძალიან მოსწონს ტურისტებს. ამის გარდა ბოლო წლებში უკვე ტენდენცია წავიდა ეკოტურიზმზე და მაღალმთიან რაიონებში. ეს უნიკალური ბუნების ნახვის სურვილი გაჩნდა ძალიან დიდი. როგორც არის მაგალითად ტირალას ეროვნული პარკი, კედრიშის ნაკრძალი. Georgia خیلی کشور قشنگیه. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან მომწონს, ემოციებს ვერ გადმოგცემთ. მომავალში ჩემ თვალშულთან ერთად ჩამოვალ დასასვენებლად. خیلی کشور زیباییه. ტურისტები ამბობენ, რომ საქართველო თავისი მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტულ ალპინისტური ქვეყანაა. მიუხედავად მცირე ფართობისა, შეხამებულია ბარი და მთა, ზღვა, სუბტროპიკული და მშრალი ჰავა, ლამაზი ხეობები, ასევე ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების სიუხვე. ანუ ყველაფერი ის, რაც იზიდავს მოგზაურობის მოყვარულ უცხოელებს და ტურიზმის ბუმს ქმნის საქართველოში.